მართალია ტყეში ვარ, მაგრამ მაინც გამახსენდა ოდისევსის დილემა, რომელიც ორი კითხვისგან შედგება და მან დაუსვა ეს შეკითხვა თავის მეზღვაურებს აინტერესებდა მათი ალბათ ინტელექტუალური შესაძლებლობები, მაგრამ დღემდე ეს კითხვა აქტუალური არის. ნახეთ რა კითხვები დაუსვა. თქვათ ეს გემი, ჩემი გემი, რომელიც აგერ დგას, დავშალე. ბოლო ფიცრამდე დავშალე. და ავაწყე სხვა. მართლა სხვა გემი იქნება თუ ისევ იგივე იქნება ხელახლა აწყობილიო. და სანამ პასუხს გასცემდნენ, აქვე მეორე კითხვა დაუსვა. თქვათ ამ გემს შეუცვალე ძირი. შეუცვალე გემბანი, შეუცვალე საჭის სამართავი მექანიზმი, ანძები, იალქნები. ისევ იგივე გემი იქნება? თუ სხვა შეიძლება გახდესო? პასუხი სწორად ვერ მიიღო, რომელიც მას აინტერესებდა ვერ მიიღო. სინამდვილეში არც გემზე იყო საუბარი და არც იალქანზე. სინამდვილეში საუბარი არის აქ ჩვენზე. ჩვენ შეიძლება ვიყოთ 15 წლის, 50 წლის, 70 წლის. ჩვენ ხო არ ვიცვლებთ. შეიძლება ასაკი გვემატება, რომელიც მხოლოდ ციფრებია, მაგრამ რეალურად ხო არ ვიცვლებთ. მე ვარ ფიზიკურად. მაგრამ თუ ავიღებთ ჩვენს გონებრივ განვითარებას, შეხედულებებს და შესაძლებლობებს, ეს ყოველთვის ცვალებადია. ამ გემის შემთხვევაშიც გემი არ იცვლება, იცვლება მხოლოდ ის ხალხი, რომლებიც მას მართავენ. უკეთესი ხალხია უკეთ მართავენ, ცუდი ხალხია ცუდად მართავენ. ასევე არის ჩვენს შემთხვევაშიც. ჩვენი გონება არის მთავარი. შევცვალოთ ჩვენი აზროვნება უკეთესობისკენ და ჩვენი გარემო შეიცვლება უკეთესობისკენ. ნახავ როგორ დაალაგდება ბევრი რამ. როგორც კი გადააფასებ, როგორც კი სწორად შეაფასებ, როგორც კი დამშვიდდები, როგორც კი დაიწყებ უფრო მეტ ფიქრს და ნაკლებ ლაპარაკს. ყველაფერი არის შენში. ყველა ცვლილებების გასაღები არის შენში.